ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩაიშლება, ირანი შეიძლება ერთ ღამეში განადგურდეს. თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს შეთანხმების მისაღწევა და ჰორმუზის სრუტის გასახსნელად 7 აპრილს საღამომდე აქვს ვადა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამერიკული არმია ირანის ინფრასტრუქტურას, კერძოდ კი ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, რასაც მხოლოდ 4 საათი დასჭირდება. ეს დამოკიდებულია იმაზე, რას გააკეთებენ ისინი. კრიტიკული პერიოდია. მათ აქვთ ვადა ხვალ საღამოს 8 საათამდე. მე ვადა გავუხანგრძლივე. მათ ითხოვეს ვადის 7 დღით გახანგრძლივება. მე სტივ ვიტკოფს უთხარი მათთვის 10 დღე მიეცა. ეს 10 დღე რეალურად დღეს იწურება. ასე რომ ფაქტობრივად 11 დღე მივეცი. ვიფიქრე, რომ აღდგომის მეორე დღესაც შეუსაბამო იქნებოდა. მინდა კარგი ადამიანები იყო. მათ აქვთ დრო ხვალამდე. ახლა ვნახოთ რა მოხდება. შემიძლია გითხრათ, რომ ისინი მოლაპარაკებებს აწარმოებენ. ფიქრობთ კეთილსინდისიერად. ამასაც გავიგებთ. გვეხმარება რამდენიმე საოცარი ქვეყანა, რომლებსაც სურთ ეს ყველაფერი დასრულდეს, რადგან მათზეც მოქმედებს. ბევრ ადამიანს ეხება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენ მათ ვაძლევთ ვადას ხვალამდე. შეერთებული შტატების დროით საღამოს 8 საათამდე. ამის შემდეგ მათ აღარ ექნებათ ხიდები, აღარ ექნებათ ელექტროსადგურები, ქვის ხანაში დაბრუნდებიან. ჟურნალისტების კითხვაზე ჩაითვლება თუ არა ირანის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანა ომის დანაშაულად, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ის არ თვლის, რომ ირანის ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურება ომის დანაშაულის ტოლპასია, როგორც ამას მისი კრიტიკოსები აფასებენ. ძალიან ცოტა რამ არის გამორიცხული, არ მინდა ახლა ამის გაზიარება. ჩვენი სამხედრო ძალის შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩვენ შესაბამისი გეგმა გვაქვს, რომლის ფარგლებში ირანში არსებული ყველა ხიდი ხვალ ღამით 12 საათისთვის განადგურდება. ყველა ელექტროსადგური ირანში მწყობრიდან გამოვა, დაიწვება, აფეთქდება და აღარასდროს იქნება გამოყენებული. გულისხმობ სრულ განადგურებას 12 საათისთვის. ამას კი შეიძლება მხოლოდ 4 საათი დასჭირდეს, თუ ამას ჩვენ მოვინდომებთ. ჩვენ არ გვინდა რომ ეს მოხდეს, შესაძლოა შემდგომ ჩვენ მათ ქვეყნის აღდგენაშიც კი დავეხმაროთ და იცით რა, თუ ასე იქნება ბოლო რამ, რაც გვინდა ელექტროსადგურებისა და ხიდების განადგურება, რომლებიც ყველაზე ძვირადღირებულ ობიექტებს შორისაა. თქვენ ნახეთ ის ხიდი განადგურდა, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან. მინდა თუ არა მათი ინფრასტრუქტურის განადგურება? არა, აღდგენისთვის 100 წელი დასჭირდებათ. თუ დღესვე გავთ 20 წელი დასჭირდებოდათ. თუმცა ის არასდროს იქნება ისეთივე კარგი, როგორიც აქამდე იყო. ერთადერთი გზა, რომელთაც ისინი შეძლებენ თავიანთი ქვეყნის აღდგენას, არის შეერთებული შტატების დახმარების მეშვეობით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პარალელურად შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე 6 აპრილს საჰაერო იერიშები მიიტანეს, რასაც 25 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საპასუხოდ კი ირანმა ახლო აღმოსავლეთში მეზობელ სახელმწიფოებს, სადაც ამერიკული ბაზებია განლაგებული, რაკეტებით შეუტია. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მოსახლეობა სურს, რომ შეერთებულმა შტატებმა ირანის დაბომბვა გააგრძელოს. იმისთვის, რომ თავისუფლება მოიპოვონ, მზად არიან ეს ყველაფერი აიტანონ. მრავალი შემთხვევა გვაქვს, სადაც ირანელები გვეუბნებიან, გთხოვთ გააგრძელოთ დაბომბვა. მაშინაც კი გვეუბნებიან, როცა ბომბები მათ სახლებთან ახლოს ცვივა. გთხოვთ გააგრძელოთ დაბომბვა, გააკეთეთ ეს. და ესენი არიან ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ, სადაც აფეთქებები ხდება. როცა ჩვენ იმ ტერიტორიებიდან გამოვდივართ და აღარ ბომბავთ მათ, ისინი გვეუბნებიან, გთხოვთ დაბრუნდით. ესენი არიან ადამიანები, არ ვიცი რას აკეთებენ. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მათ თავისუფლება უნდათ. ისინი ცხოვრობდნენ ისეთ სამყაროში, რომლის შესახებაც თქვენ არაფერი იცით. ეს არის ძალადობრივი, საშინელი სამყარო, სადაც თუ პროტესტს გამოხატავ გესვრიან. ქალები, კაცები, გეები ირანში? ისინი გეებს კლავენ, შენობებიდან ყრიან. რა ხდება? მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მათ სურთ, რომ ჩვენ დაბომბვა გავაგრძელოთ, მაშინაც კი თუ ეს მათ საფრთხეს შეუქმნის. რადგან მათი ცხოვრება ბევრად უფრო დიდი საფრთხის ქვეშ არის. მათ სურთ თავისუფლება ირანისთვის, მაგრამ მათთვის პროტესტის გამოხატვა ძალიან რთულია. თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება მოკავშირეების მიმართ, რადგან ისინი შეერთებული შტატებისა და ისრაელის იერიშებს არ შეუერთდნენ. დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ნატოთი და ევროპული ქვეყნებით, რადგან მათ დონალდ ტრამპის თხოვნაზე ჰორმუზის სრუტის გახსნის მიზნით ახლო აღმოსავლეთში სამხედრო გემების გაგზავნასთან დაკავშირებით
უარი განაცხადეს. როგორც თავად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, ის ასევე უკმაყოფილოა წყნარი ოკეანის რეგიონის მოკავშირეებითაც. მისი განცხადებით, ომში ამერიკის შეერთებულ შტატებს არ დაეხმარა არც სამხრეთ კორეა, არც ავსტრალია და არც იაპონია, სადაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ათობით ათასი ჯარისკაცი ყავს გაგზავნილი.